რა აწუხებს პაციენტს? სასწაული მეჯიკი გავაკეთე. Hit არ გენიოსი. გამაქრო გამაჩინა. გამარჯობა. Hit ავარ და მე 160 IQ მაქვს. ეს ვიყოლებას თუმად კაკო. როგორ ხარ კაკო? კარგად. კაკო მარცის რა ვიდეოს ვიღებ დღეს? წარმოდგენაც არ აქვს. კაკოს მინდა მე ვებლატაო და ვეფლექსაო დღევანდელ ვიდეოში, რადგან დაარისერჩე ყველაფერი იცის ზუსტად დედმიწევნით და მე კიდე უნდა ვიყო დამბივით აქ, ხო? არა, არაფერს არ გითხავ, უბრალოდ იმით მინდა გეფლექსაო, რომ შევგონია რომ თელ მსოფლიო უნდა შემოიარო და 1000 საზღვრობა ჭამო ვიდეოსთვის მე ესე დავშევი და ხო. თუმცა რა სიტყვით იმ მდგომარეობაზე როცა უნდა ვჭამო ვირთხა ან გვი და არა მარტო ვჭამო. არა, მე მამით ვკაიფობ და შენ ჯდომით კაიფობ. ეგ არის განსხვავება. მაშინ დღეს ჩემს სივრცეში ვარ და მე შენ გაყურებინა TikTok-ებს. კი ბატონო, დავაი დავცხოთ. ვიდეოს დალაიქე ვარ და გავიწყდეთ. ამ ვიდეოს თავარი მუღამი არის კიდე ის, რომ კაკო ეხლა 2 სამ დღეში მიდის ლათინო ამერიკაში საცხოვრებლად. უახლო ეს დიდი ხანი და ამიტომ გამოსამშვიდობებელი ვიდეო გვექნება ერთგვარად. და მეგობრებო, იმედია ძალიან მალე გავუსწრებ ჰიტას. და რომ გამასწროს გამოწერებში. მე მაგაზე არ მაქვს პრობლემა. თუ უნდა გამასწროს. ანუ მე ბოროტიპად გენო გამოვიყოთ ეს უბრალოდ. ჯიბრი არა, ჩელენჯი არა. ანუ ჰიტას მე ინფლუენსში ვერასდროს ვერ გავასწრებ, მაგრამ გამოწერებში შეიძლება გავასწრო. მე შეიძლება გავასწრო მასშტაბში, მაგრამ სიღრმეში ვერასდროს ვერ გავასწრო. TikTok-ები გვაქვს მართლა? როგორ გადამრიო? არის კაცო ეს. რამდენი ნახვებია? 300,000 ნახვები აქვს ბოლო ვიდეოებზე. სანამ დავაედიტე ეს ვიდეო გამასწრებე. მაგარი რეკლამა მართლა. აი ეხლა შემოფრინავ. იგივე ხარ გავაკეთე დაწყება. მოგენატრება საქართველოს ხო ალბათ. თუ იქ ბრაზილიაში კანალზე და ისეთი ფორმულები ვთქვა რომ მოგენატრება საქართველოს ხო ალბათ რომ ვთქვა რომ არა უკვე დანარჩენად ვიგზნოთ. იცი რა არის? 3 თვე მყოფნის რა საქართველოში. მე 6 თვე, მე 3 თვე. იმიტომ რომ მე უკვე დაგრო და ასაკი რომ მოგემატება. დაგროვილი რო გაქვს მონატრება მე კიდევ უფრო ინტენსიურად გიყვარს აქ ყოფნა რა. მე ისევ გენატრება და კაია. ეხლა შარშან სულ აზიაში იყავ, ეხლა სამხრეთ ამერიკაში აპირებ. საინტერესოა შენ ცხოვრება. კარგია. მომწონს მართლა. ეს შარშან იქეთ ოთახში ვიყავი. ეხლა აქეთ ოთახში გადავდი. ხო, შენ სხვა აპირებ ისე გააქტიურებას მაგ კუთხით. კი, ფიქრობ რომ მოვიდა მაგ. იცი ვინ არის რობოკოპი? არ არის ადმე? ვიცით რაც არის რობოკოპი, ხო? გარდაცვლილი პოლიციელის სული ჩასახლებული რობოტში. მაგარი ახსნარი. ჩემი საყვარელი კითხვა ბოლო დღეებია. ის მივდივარ ვიღაცებთან და ვეკითხები, ვინ არის რობოკოპი? რა შეიძლება გაქცეს ხო? აი ეს უნდა მე თქვა ეს პასუხი. გარდაცვლილი პოლიციელის სული ჩასახლებულ რობოტში არის ისეთი სიტყვების წყობა, რასაც ვერავინ არ მოიფიქრებს. ეს ნახე შენ? ბიჭო, მე TikTok-ი წაშლილი. ეს არის საქართველო. AI-ია, ხო? არა. მართლა? და ეს არის მაგისტრალი, სადაც სადმეა? მე ვეშაპი საქართველოში. ჯერ საქართველოში უნდა ვეშაპი. ხელარი. ამიტომ ეცი რატო გამეცინა? რა ესა? ვიღაცა ქართულის კომენტარი. ეს ნამდვილია? მე სულ ეგეთი რა. ეს რინგამდე ვერ მიაღწევს. აი ესე რაღაც ვაირალ ვიდეო თუ არის ქართველები ისეთ კომენტარებს ჩიტავენ და ქართული შრიფტით ისეთი რაღაცები შეხვდება რომ აჰა კი ქართველები სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად ფრენდლი ხალხი ვართ რა საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე YouTube აქტიური ქვეყანა იცი? ეგ შენ მეუბნებოდი მახსოვს საქართველოში ხა ქართველ YouTuber-ებს რამდენი გამომწერები გყავს? ამდენი არავის არ ყავს თავის ქვეყნის პროპორციასთან შედარებით და ამდენი ნახვებიც გვაქვს ეხლა მაგალითად ვიდეოს რო დადებ და პირველ 24 საათში რო 100,000 ნახვა აქვს 100,000 ნახვა ხო ნიშნავს რომ 3% ნახა 3 მილიონი ნახევარი თუ ვართ ყოველმა 35-მ ხო ნახა მაგრამ ყოველი 35-მ ხო არ ნახლობს იმიტომ რომ ზოგი ძალიან პატარა ბავშვია ჩვილი ზოგი ძალიან მოხუცია ისინი არ უყურებენ გამოდის რა იცი რომ ვინც იმ სეგმენტში არის რომელიც ინტერნეტში იქიდან ყოველი 35-მ კი არა შეიძლება ყოველი მე-7 მე-6 გიყურებს რა ეგეთი რეიტი არსად არ არის სხვა ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებული კატის ჯიში მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს ბრიტანული მოკლებეწვიანი ეს არის სად არის ჩემი ბრიტანული მოკლებეწვიანი მოიყვან ბრიტანული მოკლებეწვიანს მე ჩვეულებრივი კუჩის კატა მეგონა ის სანამ ეს ვიდეო ნახე. ჩემი კატა? ხო. ჩემი კატა. ბრიტანული მოკლებეწვიანი. ეს გოგოა თუ ბიჭი? გაჩუქე ეს? ის ერთი წლის იყო რომ მოვიყვანე ჩემთან, იმიტომ რომ სადაც ცხოვრობდა იქ ალერგია ჰქონდა და ვეღარ უვლიდი და მე უბრალოდ შევიფარვე. ხო და აღმოჩნდა რომ ტოპ 10-ში მყოფი კატა მყავს სიძვირით. ელენდოდი ჩემშვილს. თავში მოხდა შვილს უნდა იყოს მანც. შოვით. შენ ის კაციცი? კი. მოკორიანის ტარზი. არ მგონია ჯამთელად იყოს. კაც ვარჯიშობს და მაინც უწერენ ცუდი კომენტარებს. ეხლა ამას რო დაუწერენ ცუდი კომენტარებს, რომ კაც სხვა შორს TikTok-ზე ძალიან ტოქსიკური კომენტარებია ხოლმე, ხო?
ძალიან ცუდად ცემენების ესე არა, მაგრამ ძალიან ცუდ. და რამდენი შეხვდება ქუჩაში ძმაკაცი მეგობარი და ყველა მეუბნება წაშალი YouTube არხიო ვიდეო, რეებს გიწერე კომენტარებში ხო ხედავ რა. და თქვენ მართლაც ჩემი მეგობრებს ვინც მეუბნება რომ YouTube არხი უნდა წავშალო. დებილები. თემა იყო საინტერესო, რასაც ლაპარაკობდა. მე რო ვიწყებდი YouTuber-ობას, კარგი არჩევთვის არავის არ თქვენს არაფერი. შენ რას გეუბნებოდი? კაისო. მართლა? მე ძალიან არასერიოზულად ვთქვა რომ რავი არ რაღაცებს ვაკეთებდი ცხოვრებაში და უცებ ყველაფერი დავიკიდი და დავიწყე ვიდეოების გადაღება. ისე არ იქნებოდა. ამ ვიდეოებიდან ახლა თუ ამას მონეტიზირებას სამანიანად გავუკეთებ ან ფულ შოულობ, კაი ბიჭი ხარ ხო? ხო, ანუ ეგეთი რამეები წარმოუდგენელი იყო. ძალიან ისე არ იქნება ეს სფერო, რომ თითქოს აი ვიდეოს იღებ და ბრენდები შენთან თანამშრომლობენ და რა არის იცი, ბევრი ადამიანი საოცნებო ცხოვრებით ცხოვრობ, იმიტომ რომ მიდიხარ დასასვენებლად. საოცნებო თავშივე ანუ გიყვარს ასეც აკეთებ. გიყვარს და თან კეთების დროს იზრდები. ეგ ხო კიდევ უფრო მაგარია რა. მე რატომ მიყვარს იცი ეს სფერო, რომ როგორი ტიპიც ვარ და როგორი მისწრაფებებიც მაქვს ცხოვრებაში. 100%-ით ყველაფერს მეკმაყოფილებს რა. არ მიყვარს გარეციარული, უბრალოდ მე არ მყავს შემოსავალი იმდენი მაქვს, რამდენსაც ვიშრომებ. ისეთ რამეებზე ვიღებ ვიდეოს, რაც მართლა მაინტერესებს და კიდე ძალიან ბევრი ნიუანსია ეგეთი, რომ მაგალითად ეხა შენ დაუშვათ მოგზაურობა გევასება ეს სფერო გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოგზაურობის იუთუბერი იყო დაუშვათ ან YouTube-ზე ეხა მაგალითად შენს ვიდეოში რომ რეკლამა იქნება რაღაცის. ამ კომპანიისთვის ეს არის სამუდამო რეკლამა და ნებისმიერი სხვა რეკლამის ტიპი რაც არის, ედიტ რო ამოვიდეს. თითო ჩვენებაში ხო იხდი და აქ თითო ჩვენებაში არ იხდი, იმიტომ რომ შეიძლება ვიდეოს ეხა რომ დადებ თელი ცხოვრება დღეში 1-30-40 ნახვა ემატება რა, შეიძლება 3-4 წლის მერე გავარდი საერთოდ ახლი. არასოდეს მისი შენ შეყარებულს უფლება ხელი შეგიშალოს ქმნის ფონაში. იგივე რეაქცია ქონდა. აი ეგ რა გამოიწვია იცი ჩემი და კამკუსის რეაქცია, აი ბოლოს იცი. ანუ თქვენ ხუმრობაზე მეგობრება ეცადეთ რომ არ გაგეცინოთ რამდენჯერაც სასაცილოდ არ უნდა შევეცდეთ. რას ნიშნავს გეტყვით უცებ რა. ესე იგი ხუმრობას თუ ამბობ, ესე იგი იმდენად სასაცილო არ არის და შენ ისე სიგნალს აძლევს სხვას რომ ეს სასაცილო ხუმრობაა. თავს თუ ვერ შეიკავი სხვა არის რა. ისე რომ გაგეცინებოდ გულწრფელად არის. აქ იმენა ხელოვნურად გაიცინე. დებია შემიყო როგორც რამე რომ უნდა მოეყოლა სასაცილო. დაიწყე და მოყოლას და იცინო და მე 1-20 წუთი. ეგ ის არის რა. ეგ ხდები რა გულწრფელია და ეგ ისორდება მაგ დროს. მეთქი მითხარი რომ მე დავიცინო და ეკვლევას იცინო. ხო აი იუმორშიც მაგიტოა რა, მთავარი არის გულწრფელობა. თუ გულწრფელად ეცინება ადამიანს სუროს სისულელი იყოს, მაგრამ გეცინება შენც. შენ როგორი ტიპის იმებზე გეცინება იმებზე უფრო? არ ვიცი, მაგას სულ აკვირდები ჩემ თავს როგორი იუმორი მაქვს და ბოლომდე ვერ ამახსენე. რაღაცეებს ისეთ მეცინება, რაზეც არ უნდა მეცინებოდეს და ხშირ შემთხვევაში არაფერზე არ მეცინება. აი მე მაგათაც ბაბის რო ვაჩვენებ რაზეც მეცინება, აი ესე უყურებს რა, თევზის თვალებით. სილქში სესხის აღების ახალი შესაძლებლობაა. თუ ხარ სილქნეთის მომხმარებელი ან მობილურზე, ან სახლის ინტერნეტზე ან ტელევიზიაზე, მაგ შემთხვევაში სილქის აპიდან შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხი, რომელიც 3 წუთში დაგიმტკიცდება. სესხი ძირითადად გათვლილია თვით დასაქმებულებზე, ვისაც შემოსავალი აქვს, თუმცა ოფიციალურად არ უფიქსირდება. იზა რეპეტიტორი ხელოსანი YouTuberi ეგეთია. როგორც გითხარით, მოთხოვნიდან 3 წუთში მტკიცდება და 5000 ლარანდია. ჩემი აზრით ეს ინფორმაცია შეიძლება ბევრ თქვენს გამოადგეს. ამიტომ ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში. სასწრაფოს გამოძახება გვინდაგე. სად? რადგილეთმა ჩვენების კარხანასთან. ქალაქ. ვახების რა. აი ამაზე ვიცინა ძალიან ბევრი და რატო იცი ამ თავიდან ყურადღება მიაქციე ამ კაცში ვინც ელაპარაკება როგორ ხდება მეტამორფოზა რა თავიდან ძალიან ჯიგარია ძალიან გულწრფელია ძალიან უნდა რომ მაქსიმალურად ჰუმანური და კეთილი იყოს და უცებ უპასუხოს ხარტაჩვენა შვახების რაიმი სოფელია რომელიმე გავიგე შვახები თვითონ შვახებში თუ სოფელია რომელიმე არა შვახები სოფელი არა შვახები კერძო შვახები სად უნდა მოვიდეთ ჩვენების კარხანასთან აგეთ ხო იციან ჩვენების კარხანა იციან აი აქ უკვე რო იმის თვინში რა ნომერზე დაგირეკოთ საჭიროების შემთხვევაში ტელეფონი მითხარით აი ამ ნომერზე არ ფიქსირდება ხარვეზი ჩემოვიდა მისამართი გადავეცი მითხარით თქვენი საკონტაქტო ძალიან შედის სასწრაფო გამოსულია მისამართი და ის დამატებით აზუსტებს რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია გქონდეს მაგრამ ამკაც გონია რომ სანამ ლაპარაკი არ მორჩება სასწრაფო არ გამოდის 33 დიახ 46 50 თუ 41 41-16 თქვენი სახელი გვარი მანუჩარი ფუტკარაძე რა სჭირს პაციენტს ბატონო მანუჩარ და ცუდად არის აგე პაციენტი რა გონებაზე არის გული წნევა სუნთქვა უჭირს ჯორჯ და ცუდად არის რა ცუდადში რა გული და შემერთი რამდენი კომპლექტი გაქვს შვახების წვენების კარხანასთან გამომიგზავნე სასწრაფოდ მისამართი გადავეცი უკვე მომისმინეთ ერთი წუთით მისამართი
ეხლა ხო გაჭედა. და მე დავშიდება ისე. თავს ისწრებს, უნდა რომ სასწრაფო მოვიდეს და ჯერ არ გამოსულა რა ეს ფიქრობს. დავეცი და მითხარით პაციენტს რა სჭირს. თვრალია გადამთვალია და სუდათ არის. გონებაზე არის? სუდათ, ხან არის, ხან ვერ არის. ახლა არის. ბიჭო, ისე სუდათ. სახელი გვარი პაციენტის. იმე ძალი თაღეზია ეს თითქოს. გიორგი დავითაძე. რამდენი წლის არის? 30. ვინმესთან კონტაქტი ხომ არ ქონდა? ეს ის არის რა. ჩვენში ხო ახალ დრაის კორონავირუსის შვახები სად არის? თუ არა გამოუშვით ვეღარ ვიჭერ გასიგის. ბატონო, მისამართი გადაცემულია და კითხვაზე მიპასუხეთ. კონტაქტი ხომ არ ქონია ვინმესთან? ვისაც კორონავირუსი. ბიჭო, მისამართი გადაცემულია. სასტრაფოსთვის გადაცემულია უკვე. всё, давай нахуй маш. ერთ-ერთი ორი მე თრამის ამერცე გესაჭიროება დახმარ ან მელიქიშვილის 4 ქალაქი რაიონის ადიმყოფებით. სამ ქუთაისში. კარგად. ქალაქი ქუთაისი. ეს არის კლასი, ეს არის ტოპი. დიახ. ქუჩა. დიახ, მელიქიშვილის ქუჩა. რა ნომერში? 4. კერძო სახლია თუ კორპუსი? კერძო სახლია. ბატონო, მისამართი გადავეცი, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გამიმეორეთ მისამართი. მელიქიშვილის ქალაქი ქუთაისი, მელიქიშვილის ქუჩა ნომერი 4, ბინა 6. ანუ კერძო სახლი კი არა კორპუსი გამოდის 4, ხო? კორპუსია, კორპუსი. სადარბაზო სართული ბინის ნომერი? პირველი სადარბაზოა, ხო გითხარი? მოგწა, ერი რაღაცა სართული. მოიც გაგზე. შემთხვევაში ამ ნომერს დაგიკავშირდნენ. საჭიროების შემთხვევაში. ჩარა. საჭიროების შემთხვევაში ამ ნომერს დაგიკავშირდნენ? ჩარა, თქვენი სახელი თუ გვარი. დაკავშირდი. თქვენი სახელი და გვარი. თქვენი სახელი და გვარი. ბატონო რა? ხოდაზე. რა აწუხებს პაციენტს? დედის Io vedo io sono ma è super espressione. გამიტა ახურა. აწუხებს კორექტულად. გული, შენი დედა შენი დედა მოვთხარ. თუ დაის რა დრაგინებს თან. My god. სახელი და გვარი, პაციენტის სახელი. ვომისი ხარ, ვიგა გაკეტა. დინერო გახსნა ნენერო. გამო. და პასაცო. აი, თავიდან. თავიდან შვიდად რო არის და მე მესამე კითხვაზე უკვე რო ეკეთება. მე მგონი ერთი ვიდეო ესეთ რაღაცებზე რეაქცია მაგარი იქნებოდა. 112-ზე ხო? იმენა 112-ზე. ხო. ამათ მაგარი რა დავუგებია. დაუსაბსკრაიბეთ გაგოს. დაუსაბსკრაიბეთ ჰიტას. ჰიტა არის, მოდივა ესე მარტივად ვიტყვი რა, უცებ მარტივად ვიტყვი ახლა. ჰიტა არის ადამიანი, რომლის გამომწერა იყო არასდროს არ შეგწხვება. აი მართლა, არასდროს არ შეგარცხვას. ჩემი შეიძლება შეგწვას, მაგრამ ჰიტას გამომწერა არასდროს არ შეგწხვება. ამიტომ გამოიწერეთ ჰიტა პირველ რიგში და მე თუ დრო დაგჭათ მეს გამომიწერეთ. ვაუ. ვადიო სერიოზული სპიჩი დადე. არა მართლა ეგრე არის ხოთა შორის. ანუ იმეც არ გაუცრუებია. კარგი, ხომ მეც ვიტყვი ჩემებურად. მეც ქევაში ვარ გამომივიდეს და ძალიან მოსაწყენი რო იყოს ეს ყველაფერი. გამოიწერეთ კაკო ეხლა აპირებს ბრაზილიაში კარნავალზე. ლათინო კარნავალები იქნება კაკოს აი ესეთ ცეკვები არ იქნება. არ გამოდოთ. უკეთესი უფრო ლატინა მეტი. მადლობა რომ ესტუმრე და ადიოს. ყველაფერს გისურვებ საუკეთესოს შენ პირად ცხოვრებაშიც და მოგზაურობაშიც და იმ კონტინენტზე სადაც მინიხარ. მაგრამ მე ასე